აი, წარმოგიდგენიათ, რომ ამდენ ცხოველს შორის, ვინც დაცურავს, დაფრინავს დარბის, აი, ყველაზე ენერგოეფექტური მოცურავე შეიძლება მედუზა იყოს, თან მთვარის მედუზა. ხო, ეგ მართლა გასაოცარი ფაქტია, როგორ ახერხებს, ხო, ესეთი, ერთი შეხედვით მარტივი არსება. ზუსტად. და აი, როგორ შეიძლება ეს ინჟინრებმა გამოიყენონ? მოდი ამაში ჩავიხედოთ ცოტა ღმად. სიამოვნებით, მედუზას მექანიზმი ძალიან ეშმაკურია თავის სიმარტივეში. ანუ კუმშავს ამ თავის ზარს, კი. წყალს დევნის უკან და ეს ქმნის ბიძგს. თან ამ დროს ზარის კიდესთან მორევები იქმნება. ეგრეთ წოდებული ვორტექსული რგოლები, ხომ? დიახ, ვორტექსული რგოლები. და ესეც ეხმარება წინცურვაში. მაგრამ ყველაზე საინტერესო აი მერე ხდება. როცა მოდუნებას იწყებს, ხო? ზუსტად. მოდუნების ფაზაში აი ზარის ქვეშ დაბალი წნევა ჩნდება. ამას ქვია პასიური ენერგიის აღდგენა. ანუ ენერგიას ზოგავს. კი. და მეტიც, ეს დაბალი წნევა წყალს ისევ შიგნით იზიდავს, ქმნის კიდევ ერთ მორევს და ეს მორევი კიდევ დამატებით ბიძგს აძლევს მედუზას. და ეს ყველაფერი კუნთების დამატებითი ძალისხმევის გარეშე. ანუ თითქმის უფასოდ იღებს ბიძგს. გასაოცარია. სწორედ ამიტომ ლიდერობს იმ კვლევაში, ხო? ტრანსპორტირების ღირებულებაზე. ლოგიკურია, რომ ინჟინერები დაინტერესდნენ. პირველი მაგალითი, რაც ვნახეთ, არის Festos Aquajelly. ხო, ეგ რობოტი მედუზაა. ზომი დაახლოებით კალათბურთის ბურთივით. და ის ზარის მაგივრად მგონი საცეცებს იყენებს, არა? დიახ, 8 საცეცი აქვს წრიულად განლაგებული და ეს საცეცები აკეთებენ ასეთ ტალღისებურ პერისტალტიკურ მოძრაობას. აი, ნაწლავები რომ მოძრაობს დაახლოებით ეგრე. აჰა, გასაგებია. და ეს მოძრაობა ქმნის იმ ვორტექსებს, რაც რობოტს წინამოძრავებს. იდეა ისაა, რომ ასეთი რობოტების ქსელი შეიქმნას წყალში. რისთვის? რაღაც მონიტორინგისთვის ალბათ. კი, სენსორები ექნებათ, თქვა ტემპერატურის ან წყლის დაბინძურების დონის გასაზომად. და რადგან ძალიან ცოტა ენერგია სჭირდებათ, შეუძლიათ დიდხანს იმუშაონ. გუნდური ინტელექტით, ასე ვთქვათ. ისიც საინტერესო იყო, რომ საცეცები FinRay ტექნოლოგიითაა გაკეთებული. ეგეც ხომ ბუნებიდანაა გადმოტანილი, თევზის ფარფლებიდან მქონი. დიახ, ეგ ტექნოლოგია იმეორებს თევზის ფარფლის სტრუქტურას, ანუ არის მოქნილიც და მტკიცეც ერთდროულად. ეს ეხმარება ძალის კარგად გადაცემაში წყალზე. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ აკვაჯელის ბიძგის ძალა, საკმაოდ დაბალია. გასაგებია, ანუ უფრო კონცეფცია, ვიდრე რაღაც მძლავრი ამძრავი. კი, ამ ეტაპზე ასეა. კარგი. გადავიდეთ მეორე ტექნოლოგიაზე. Fines. ეს უკვე სულ სხვა ამბავია, ხო? ნავის ძრავზეა საუბარი. დიახ, კომპანია Finexis Fines. ეს არის გარე ძრავა. ოღონდ პროპელერის ნაცვლად იყენებს პულსირებად მემბრანას. მემბრანას, ანუ რაღაც აპკის მსგავს. კი, დაახლოებით. იდეა ასეთია. ჩვეულებრივი ძრავა ხო ბრუნავს, ეს კი ხაზოვანია, ანუ წინ და უკან მოძრაობს. და ეს ძრავა ამოძრავებს მემბრანის წინა კიდეს. და ეს ქმნის ტალღას. ზუსტად. ეს მოძრაობა ქმნის ტალღებს, რომლებიც მემბრანის გასწვრივ ვრცელდება და საბოლოოდ უკან წყლის ჭავლს წარმოქმნის. აი ეს ჭავლი აძლევს ბიძგს ნავს. და რას ამბობს მწარმოებელი? რა უპირატესობები აქვს? ალბათ ეფექტურობა. ამბობენ, რომ უკეთესი ჰიდრავლიკური ეფექტურობა აქვს. ანუ თეორიულად ძრავის ენერგიას უფრო კარგად გარდაქმნის ბიძგად. და კიდევ, რადგან ბრუნავი პირები არ აქვს. უფრო უსაფრთხოა? თევზისთვის ან თუ რამე თოკი შემოეხვევა. დიახ, ეგ არის მათი არგუმენტები. უკეთესი ეფექტურობა და მეტი უსაფრთხოება. გასაგებია. მოკლედ რომ შევაჯამოთ. მედუზას პრინციპი მართლა შტამბეჭდავია, Aquajelly საინტერესოც და თუმცა თავისი შეზღუდვებით, Finese კი. Finese ჯერჯერობით უფრო იდეაა, რომელსაც ბევრი დამტკიცება სჭირდება. ხო, ბევრად მეტი კითხვა ვიდრე პასუხი. და აი ეს კითხვა მინდა თქვენს დაგიტოვოთ ჩვენს მსმენელს. თქვენი აზრით, რა არის მთავარი ბარიერი ასეთი ბიომიმიკრიული ტექნოლოგიებისთვის? თვითონ ტექნოლოგიის სირთულე, ანუ რთულია ამის გაკეთება, თუ უფრო პრაქტიკული დანერგვის პრობლემებია გამძლეობა, ფასი, კომერციალიზაცია.